გამარჯობა, მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ განსაკუთრებულ წიგნზე, რომელსაც ჰქვია მე ქალაქიდან შენ ქალაქისაკენ. ავტორი ბერძენი მწერალი ვირსინი ვინგოპულოა. ეს წიგნი ერთი უბრალო ფრაზით იწყება. მე ქალაქიდან შენ ქალაქისაკენ. მაგრამ მისი შინაარსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალო სიტყვები. ეს არის ამბავი მედან შენისკენ სვლის შესახებ. წიგნი გვაჩვენებს, რამდენად რთულია ადამიანის ეგოს, ანუ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარ თავში ჩაკეტილობის დაძლევა და როგორ შეიძლება ეს გზა სიყვარულით და გულწრფელი ურთიერთობით გადაილახოს. წიგნში ავტორი იყენებს ისეთ სიმბოლურ პერსონაჟებს, რომლებსაც განსაკუთრებული სახელები აქვთ. მაგალითად, შვიდია, ყოყლოჩინა, ტრაბახა, ჯიუტა, გულკეთილა. ისინი თითქოს ჩვენი შინაგანი ხმებია, ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. თითოეული მათგანი ერთგვარი სარკეა, რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ. წიგნი გვასწავლის, რომ თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობენ პერსონაჟები სხვადასხვა სახის, ხმის ან მახასიათებლის სახით. ერთ-ერთი ასეთი არის მშვიდია, რომელიც შინაგან სიმშვიდეს და ძალას ასხივებს. მეორეა ყოყლოჩინა, რომელიც თითქოს ხიარული და უშფოთველია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამპალტავანია. მესამე გმირი ტრაბახაა, რომელიც მუდმივად საკუთარი თავის წინ წამოწევას ცდილობს. ეს პერსონაჟები ჩვენში არიან და ყოველდღე გვმართავენ. ავტორი გვეხმარება დავინახოთ, როგორ დავეხმაროთ ტრაბახას, როგორ უნდა დავუმეგობრდეთ შვიდიას და გულკეთილას. ეს ნაწარმოები თითქოს ბავშვური ზღაპარია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ჭეშმარიტებას გვახსენებს. ხშირად ჩვენი ტრაბახი უბრალოდ ნიღაბია, რომლითაც შიშებს ვფარავთ. თითოეული ეპიზოდი გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევხედოთ საკუთარ თავში არსებულ ფარულ ემოციებს. მხოლოდ მაშინ ვიპოვით ნამდვილ სიმშვიდეს, როცა საკუთარ მეს არ დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა. ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც ვაღიარებთ სხვას. ვუთმობთ ადგილს შენს. მედან შენისკენ სვლას. ეს არის გზა სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და ნამდვილი ადამიანობისაკენ. ჩემთვის წიგნი მე ქალაქიდან შენ ქალაქისაკენ არის ერთგვარი სულიერი სარკე. ის მაფიქრებინებს, რამდენჯერ დავუმალე საკუთარი შიში ტრაბახით, რამდენჯერ დავივიწყე შენ და მხოლოდ მეზე ვფიქრობდი. ეს წიგნი გვახსენებს, რომ ნამდვილი სიხარული იქ არის, სადაც ვცდილობთ ერთმანეთისკენ სვლას. სულით, გრძნობით და გულწრფელობით. თუ ოდესმე გიგრძნიათ, რომ მხოლოდ მეში იყავით ჩაკეტილი, ეს წიგნი სწორედ თქვენთვის არის. მე ქალაქიდან შენ ქალაქისაკენ არის გზა საკუთარი ეგოდან სიყვარულის, თანაგრძნობისა და ნამდვილ ადამიანურ ურთიერთობამდე. რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? იმიტომ, რომ ის გვასწავლის, როგორ გავხდეთ უკეთესი ადამიანები, შვიდი, თავმდაბალი და კეთილი. წიგნი უნდა წავიკითხოთ, იმიტომ, რომ მასში საკუთარ თავს ამოვიცნობთ. ეს წიგნი არის გზა მედან შენისკენ, ეგოდან სიყვარულისკენ, მარტოობიდან ნამდვილი ურთიერთობისკენ. ნამდვილი ბედნიერება იწყება იქ, სადაც მეს გვერდით ჩნდება შენ. მეგობარი, ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ან ზოგადად სხვა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობთ. საოცარია ისიც, რომ წიგნი ქართულად თარგმნილია წმინდა მამების რჩევით. ეს აძლევს მას განსაკუთრებულ სულიერ ძალას და მატებს
ძალიან დიდ ღირებულებას. ვისაც ეს წიგნი წაკითხული გაქვთ, ძალიან მაინტერესებს, რომელი პერსონაჟი უფრო გაქვთ თქვენ? 7-ია, ყოყლოჩინა, ტრაბახა თუ გულკეთილა? ხო, და კიდე, ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.